ამას სახეში სალფეტკი ავარტყა. იმას ბოთლი გადავამტრიო. დავე, კაი, ისე ვავიკენწლები ახლა. არა, ეგრევე. დავე. ყლესავით გავუმშო ბათუმიდან შეჭერდა. ვერაფერი შეჭერდა. არჩევ, თანამშრომლები ვართო და არ გაინძრეთო რა. თუმცა ხელი აუწიებს უყვევამ რა, ანუ. ამას ეს არ ჩაჭირდა. შიშხლიანის 9 წლედიო და მე ამ გადაცემაში აღარ მოვიდა. ვე აჯა მე ვინდი რა, არ მინდა. სექსის ღმერთია? Shame. გამარჯობა კორეგებო. აქტიურად უფრო. ეს ვიგა იჭიტა. აქტიურობა მანახე. გამარჯობა კორეგებო. მოკლედ მართლა ესეთი ამბავია, რომ ყველა ელოდით ალბათ კორეგებო. ხო, იასთან, კორეგა ხო წებო არის და. მოკლედ ალბათ ყველა ელოდით, რომ ჩემი YouTube არხი ოდესმე შეიქმნა, იქნებოდა რაღაცა ჩემი მიმართულების ამბავი, რომ სადღაც ისტორიას მოვყვებოდით. იმიტომ რომ ხალხმა ზოგადად ეგრე გამიცნო, რომ სადღაც რაღაცა არაადეკვატური ისტორია ვსყვებოდი და არაადეკვატური ქვია მაგას, რასაც მოვყვები ხოლმე. საინტერესო ისტორია, რა თქმა უნდა. საინტერესო ისტორია ვსყვებოდი ხოლმე და რაღაცეები და მაგიტომ გადავწყვიტეთ მე და ჩემი მეგობრებმა, კონკრეტულად ბექა გოჩოლეიშვილი, ნიკა შევარდნაძე, ლევან კობახიძე და ერეკლე სოლოღაშვილი რა. და გადავწყვეტეთ რომ ესეთი ფორმატი შეგვექმნა, რომ არ იქნება ეს პოდკასტი, არ იქნება რაღაცა მიმართულება, რომ ვიღაცებს ტელეფონზე დაურეკავთ და რაღაცებს ვეღადავებით და რაღაცებს ხოლმე. მარტივად, იქნება ის მიმართულება, რაც არის რეალურად ჩვენ ცხოვრებაში რა. იქნება აი მოსასმენი ამბები, ჩართავ, მოусმენ რაღაც ისტორიებს, თავიდან გვიდგა რომ ისტორიები დაგვერქვა, მაგრამ ისტორიას ვერ დავარქვით, იმიტომ რომ ბევრი კარგი ისტორიაც იქნება, მაგრამ ამიტომ დავარქვით საშეიმო ისტორიები. არა, საზეიმო. საშეიმო რა. აქ შეგვიძლია რომ ამოგვენათებინა სპონსორები, ვინ გვასპონსორებს, გენერალური სპონსორი და რაღაცა ვინ არის, მაგრამ სამწუხაროდ არავინ არ გქონს. ჯერჯერობით. რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება პირველი გადაცემა, პირველი არა, პირველი საშეიმო ისტორიები, სადაც სპონსორი არ გქონს. აი, მაგას გაუმარჯოს. მაგას გაუმარჯოს. პირველი და მომოვალ სპონსორს გაუმარჯოს. პირველი ჩაწერა გვაქვს და მე მაინც მიჩვეული ადამიანი ვარ, რომ რაღაც მომენტში ძალიან დიდ ისტორია ვსყვები ხოლმე და პირველი მე დავიწყებ თუ წინადადი არ იქნებით. ხო, მოკლედ. ისე არა, შენ როგორც იცი ხოლმე ეგრე არ დაიწყო. 91 წელია რა რომ გავჩდი. არა, ხუმრობ. მოკლედ 2016 წელია. პირველი ისტორია არის, პირველი ისტორია მე ხო იცი რა როჟა ვარ. არა, გეპიცები მე. მე პირველი ისტორიას ясно რომ მიუძღვნ ჩემ მეუღლეს და ამხელა სიყვარული. კაი, მეც დაუბრალ. მოკლედ და 2016 წელი არის და ბათუმში იგეგმება Maroon 5-ის კონცერტი რა. ბათუმი მაშინ არის უკვე. Maroon 5 არ იცის ამის შესახებ, მაგრამ მაგრამ იგეგმება. და დაიგეგმა Maroon 5-ის კონცერტი რაღაცა და მე აწუქო ჩემ მეუღლეს რაღაც დონეზე ვიცნობდი რა, ჩერეს საერთოდ. მიჩო, ნუ აი გამარჯობა, გაგიმარჯოს როგორ ახარ ასე. გადავაბი. ნუ მიაქცევ ყურადღება. ხო, ნუ მიაქცევ. ეს აქ რო ამომიჭრათ ესე. ერთი რაღაცა მე გავაკეთო, იმიტომ რომ მე შესაძლოა აღარ მეკითხება. ნახეთ. ეხა მაგ ეხა უნდა მეთქვა რა იმ ხელში რო არ კონდეს ხო გამოვხარა ლაშა ძმო ლაშა ხო ჩემ პირში უნდა გაგეძრო ეხა შეშ მე არ ჩახარა და შემგან უნდა ამოიღო უნდა მოკლედორია და უკვე ამ აწუყო ჩემ მეუღლესთან რაღაც ისეთი გაიასნებული ურთიერთობა მაქვს. მე მგონია რომ გაიასნებული ურთიერთობა მაქვს, რომ რაღაცა თავი მგონია, რაღაცა პატარა იმაში ვარ რა, ჯაჭვში ვარ რა, შეკრული რა. ევასება. არა, ნუ მევასება და იმასაც მევასები ცოტა ზედმეტი ნათქვამი არის, მაგრამ ნუ რაღაცა შპილივილი რაღაცა იგეგმება თქო რა, გავიცნობ, გამიცნობს რაღაცა. გავიგე რომ მიდის Maroon 5-ის კონცერტზე. და ეგრევე მე და ჩემი ძმაკაცი აუბარგდით, მე ვთქვი, აბა, ეხა უნდა გავარდეთ Maroon 5-ის კონცერტზე. იქ მე ვთქვი, მომავალი ჩემი შეყვარებული რაღაცა, იქ რაღაცა. აი და იქ უნდა ვიყოთ. ანუ მაშინ შეყვარებული. არაფერი შეყვარებული, ეხა მივალ იქამდე და ხოდა ჩავედით ბათუმში. და ბათუმში Maroon 5-ის კონცერტის ბილეთები გვაქვს რაღაცები და ნუ კარგ კონცერტზე მივედით. კონცერტზე მივდივართ
მივედით კონცერტზე და ერთი სული მაქვს ეხა ეს გოგო ვნახო რაღაცა ცოტა გამოველაპარაკო გავეპრანჭო რაღაცეები და კოჩი მივდივართ კონცერტზე რაღაცეები და მე და ჩემი ძმაკაცი ვართ ნუ ეს გოგო აწუყე ჩემი მეუღლე თინათინი რა თავის დაქალებთან ერთად არის ვიღაცა თინათინი სახელი დავარქვა ყველაფერს პირობიდან თინა პირობიდან თინიკო კონცერტზე მივედით ეხა ამ ჩემ ცოლს ვეძებ ну მომავალ ცოლს ვეძებ თან ზოგადად ხავს გვერდში თურავე თინას ამ ჩემ თინას ვეძებ რაღაცეები და გავჩე თინა ვიპოვე კონცერტზე რა და ნუ რაღაცა ვცდილობ გამოველაპარაკო რაღაცა გვერდზე მიუდგე რაღაცა იქნება რაღაცა ასე აუბდგე რაღაცა გვერდზე და ვიპოვე ასნა ვემესიჯებოდი კაცო ეს პერიოდი ბიჭო ნოკია ფილმი რო არის ხო იცი ჩოჩოქეჩი კიპოვეოდა იკვერგი ბიჭო ნოკია ტელეფონი მქონდა ჯიბეში ვმესიჯობდი გახარ ხო და ხო სად გახარ რაღაც ადგილას და მივდივარ აი რაღაცასთან და მივედი და თინა იდგა თავის ძმასთან ერთად რა ოპა იქ ძმაც გაიშთა და ბიჭო თინა ნაციხარია ძმა თუ არა ბიჭო არა ნაციხარი არ არის რომ ეს რო ვიცოდე რა ვეც არა ნაციხარი არ არის არა ბიჭო პარა თინა ძმა არის მე ხო ნორმ სიმაღლე ვარ რა ხო და თინა ძმა არის ცოტა ერთი წა შე ნორმ სიმაღლე რამდენი უნდა იყოს დაახლოებით ნორმ სიმაღლე აი ნორმ სიმაღლე რამდენია შენთვის ბიჭო მეტრა 40 ბიჭო მეტრა 72 ნორმი არის რა სახში მეუღლებია ხო დედა ჩემი სუმეგნებო რომ საკაიფო სიმაღლე ხარ რა ხო მაგარი ლამაზი ხარო ბიჭო არა თიკო ძმა არის ცოტა არაადეკვატურად მაღალი რა არა ხო რა 80 არა მეტრა 75 ხო და ბიჭო თან ანუ ზდარავი ტიპი არის რაღაცა და ანუ რომ მივედი რაღაცა ანუ თიკომ გადაწყვიტა რომ ბარემ გავაცნობო ეთქვა როგორც მეგობარი რაღაცა გავაცნობო და რაღაცაო და ანუ გამოცნო რა ირაკლი ლევანიო რაღაცა და ბიჭო იყურება ეს ირაკლი და სად არისო შეჩე ანუ ლევანი სად არისო მე თქვი ქვემოთ ვარ რავი ძმა ანუ ჩამოიხედე მეც აქ ვარ რაღაცა და მორჩა ისტორია ვაფშე არ მომაქცია ყურადღება რა ანუ გამატარა რა და აიკიდა რა მე თქვი ნიჩიო ძმა გავიცანი არა პრობლემა არ არის რაღაცა უკვე მე მგონია უკვე დავალაგებსო ძმაც გავიცანი მე თქვი მამა დედას გავიცნობ და ეგაა ძმაო და რაღაცა და კარჩი მორჩა Maroon 5-ის კონცერტი და after party დაიგეგმა Take 5-ში თუ რაღაცაში იმაში და Maroon 5 Take 5 live რა კარგი High 5 High 5 ოპა თინა მიდის ამ Take 5-ში და ამ ჩემი ძმაგას გავტეხე Take 5 იყო ეგეთი რაღაცა კი არა Take 5 და მე თქვი წავიდე Take 5-ში მე თქვი თიკო იქ არის რაღაცა თქო და იქ უნდა მივიდეთ მე თქვი უეჭველი თქო და ვართ მე ჩემი ძმაგასი და ამ ჩემს ძმაგას ყავდა ორი მეგობარი თავისი ანუ გოგო რომლებიც იყვნენ ორი ანუ ეგრე დაემთხა ორი ისინი ორი ჩვენ რა ეხა ეგ სხვა ისტორია არა უკაცრავად ბრაზილიამ რამდენჯერ მოიგო სოფლიო ჩემპიონატზე არ მინდა დახედო ხუჯერ მოიგო კი არშე სხვა გახარ ხო არა просто მაინტერესებს ხო მიგონი სამჯერ მოიგო გადაყარა ხუჯერ გადაყარა ახე ის ხო და Take 5-ში მენდივარ მეგობარი ხარ ხო ორი გოგო არის რომლებიც არიან რომლებიც ასევე არიან ძალიან მაღლები არა ადეკვატური არც ბილეთი გვაქვს არაფერი არ გვაქვს საერთოდ რა მაგრამ თიკო ვიცი რომ შიგნით არის რა ვიღა თავის სამეგობროსა და მე შევდივარ ამ Take 5-ში რა არც ბილეთი მაქვს არც გადახდილი მაქვს არაფერი არ მაქვს არც ფული ვინმე დაგინახავ და შე რო შესული ბიჭო ის სეტკა ძალიან დაბლა იყო არა ძალიან დაბლა იყო თავი და შესული სეტკა იყო ძალიან დაბლა და ვერ შევძლებდი არის სპორტს იმაზე აი ასე რომ უნდა გააკეთო ანუ დაბლა რო გადიხარ ამას რატომ ეგ რო გააკეთე ხო და მაგას ვიძახე არა მაგას მუსიკის რაღაცა ქვია რა ქვია მაგას ელვა რა ჯო ისე დავлagდა სიტუაცია რომ ეს ორი გოგო შეუშვეს რატომღაც და რატომღაც არ ვიცი და მე და შაკო ისევ გარეთ გავართ რაღაცა და აი ვიღაცებს გადაურეკეთ გამოურეკეთ რაღაცეები და არა ისინი შესაშვებები იყვნენ შეჩემა ეხა იმ გოგოს გვერდზე მე რო დამაყენო ეხაც რო შეხვედავ იმას შეუშვებ და მე ჩემ თავს არ შევუშვებ ხო და ეხაც რავი არაფერი არ შეცხარო მალადეს დაბალი დაბალი თავ მოგხსნა და დაბალი ტელეფონზე გადავარეკე იასნაია ნაცნობი გამოუთხლის შეს აიდანღაც და მე შევედი მეგობარი დარჩა გარეთ ბიჭო გულში ფიქრობ ნეტა არ შევსულიყავი მეთქი რა შევდივარ და ეხლა ამ ჩემ თიკოს ვეძებ არ მითხრა თიკო შესულია თიკო შესული ეგ ვიცი რომ მეგობრებთან ერთად არის და შევდივარ არ თქვა არა უარესი
ხო უარესი უარესი და შევდივარ აბა. და ბიჭო კამანდას ის ამ თეიგოჟა სკამები აქვს აღებული და რაღაცეები და იქ კამანდა დგას და ანუ აი ხელში უჭირო ხო არა კავადაზე მაგიტაზე დგანან და სკამები აქვს აღებული ხელში დღევანდელი ზევსი არა კამით არა ის პონტი აქვს რა რომ და სკამზე კი არ ჯდებია ებია სკამი ჯდება მაგაცზე ბიჭო ის პონტი სხვანაირია ის არა ბიჭო ონ რას ხედავ თიკო კამანდასთან ერთად არის აი რავი ძმაო კაუჩი ეგეთი დიდი ტიპი ვაფშე ცხოვრებაში ნანახი არ მყავდა რა ვიღაცა ერთი ტიპი ყავთ აი უზარმაზარია რა და ხო მაგას ბარი ადვია ცხავ ბარდისტოიკა ბარსტოიკა ადეს ესე თვითონ რომ დადის ეს ტიპი დადის ბარსტოიკით ემსახურება რამე სხვა არ მიირთმევ ცოტა ვერა რა ბიჭო ძალიან დიდებიერია და როგორ გონკემში ვარ იცი რომ ეხა მიხვიდა ბიჭო მივიდე თან მარტო არ ვარ ეხა ჩვენს ზოგადად საერთოდ მაგრამ ეს ჩემს ზოგადად ეს ბარს კი არა ჭიქას ვერ იღებს ორივე გამختარი როჟები ვარ და უცებ გავაძლევ ვინ ბართან დავინახე პაკოში რა პაკო არის? ნახე ჯერ ვინ არის პაკო როგორი პაკო არის ჩვენს მაგრამ ჩემზე დაბალი არა ეხა არ გეწყინოს ეგ რაღაც ჩემზე დაბალი არა ბიჭო მოხრილი დადის პროსტა ჩემნაირი ხო. ეგრეთ კვიშ მოხრილი დადის პროსტა რაღაცა და ხოდა ბარსდოიგასთან როგორ დგას რომ დავინახე მივედი და მეთქი პაკო დაულიოთ რაღაცა მეთქი და რომ დავისხით ჩიკა გაიქცა როგორ უთხარი დაულიოთ ხო და რაღაცა და ჩიკა გაიქცა კაუჩი პაკოს იმედი არ მაქვს ვაფშე არა და რაღაცა ბიჭო კაუჩი ამ კამანდას უყურებ და უნდა მივიდე ხა ამ კამანდასთან რაღაცა ჩემი მე ეს გოგო მომწონს მა უნდა მივიდე რაღაცა და სხვა გზა არ მაქვს და რაღაცები და როგორ ხოძე ვარ იცი შერლოკ ჰომში ვარ ხო იცი რაღაცეებს გეგმავ რა ამას სახეში სალფეტკი ავარტყა იმას ბოთლი გადავამტრიო ამას ხუბზე ხარ წამსველი ბიჭო უეჭველი ხუბი მიწევს ძალიან ბევრი ტიპი არის და ცოტა გოგო ვერსად ვერ გამოიქცეო ერთი ისტორია მოყვეთ გინდა ხო და ბახა მოყვეს მარტო და ჩვენ ხო და იმას სალფეტკს ვესვი და რაღაცა ბიჭო მაგრამ აი ამ დიტიპს ამას რა დაჭრის მოიცა ეს ხო და ამ დიტიპს ვერაფერს ვერ უფიქრებ რა ამას რა უნდა უკრა მეთქი რაღაცა თქო და ბოლო გავიქცევი თქო რა ამ ყველაფერს რო ვიზავ რაღაც გავიქცევი თქო და უცებ კადრი იშნება რა ის ერთი ბოსია კაროჩი ბიჭო რაღაც რა სკოფილდი ხარ ყველა უცებ სიტუაცია იშდება რომ მოიცა ჩულა გაჩვენა ყველა ისტორიაზე ეს იცვლება ხო ეს იცლება თავიდან იშდება ბიჭო ყველა უცებ კადრი არის რომ ბიჭო კაროჩი რო გადავწყვიტე რომ მივალ მეთქი რა რომ მეთქი მეთქი კაცი ვერელი ვარ მეთქი რაღაცა მივალ ყველები რომ გამომიშთა არაფერი რა ნუ ყვერუკები იმ კამანდაში ყვერუკები რა პატარა ყვერუკები რომ გამომიშთა უცებ ხედა ვიღაც ტიპი გამოვიდა თიკოს ხელი მოკიდა საწეკვოდ გაიყვეს გავიდნენ ვაფშე რა მე მივაჭერი რა ბალოს მეთქი ამომასხა რავი ამდენი ხანი ვიყურო ხა ამდენი ხანი და 10 წელს და კავშირი დამთავრდა ეს ღონისძიება მაგრამ მივედი ბოლოს რა მივედი რაღაცა დავილაგე საწეკვოდ გამოვიწვიე რაღაცეები და რაღაცა ვიცეკვეთ ვილაპარაკეთ რაღაცები ოღონდ მე გაირკვა მე ბევრი წლების მე რომ თიკოს მეგობრებს ვიღაც ვეგონე ვიღაც მე-12 კლასელი ბავშვი რომელიც იმიტომ რომ არ წვერი მქონდა არაფერი ყვავილები შორტებით ვიყავი და რაღაცეები და კაუჩი გამოვედი თიკიდან რა და რომ გამოვედი თიკო შევთავაზე რომ მეთქი კაუჩო სახში გაგაცილებთ ხო რა ბიჭო მივდივართ სახში ეხლა რა გამოვიდეთ რა სახში მივდივართ რაღაცეები და ესეც მომყვება რა არ არისო პრობლემა და ავай მიმაცილეო სახში აი მეგობარი ვარ რა იტოს ფრენზონში ანუ რა ფრენზონ მაგას ფრენზონს აღარ ქვია იმენა ბესტ ფრენზონში ვარ მართლა იმენა ბესტ ფრენდი ვარ რა კაცი ბუფუფუ დაწერა სადაც კედელზე გზაში რომ მივდივართ ბუფუფუ თუდალ ბიჭო გზაში რომ მივდივართ რაღაც მომენტებში ჩერდებოდი ხოლმე რა ეს იაკეთებდა რა ანუ ეს მომეყუდებოდა და რაღაცა და მე იმენა ჩემი მეთქი ეს გოგო ძმაო ჩემია უკვე მაგრამ თურმე ხო არ ვიცი რომ პრობლემები აქვს პროსტა ეძინება ვერ მივდივართ სახლამდე რა ანუ ვერ აგნებს სახს რავი ანუ და რაღაც მომენტში გავხედე ეს ტელეფონი როში პირიქით უჭირავს და პროსტა წრეებზე დავდივართ ამსა და მაგ მომენტშიც რა ვიფიქრე ხო იცი მე აუ სპეციალურად ჩალიჩოს და ჩემთან ერთად იტასაოს და რაღაცა რომ ჩემ ხარზე დაიძინოს და რაღაცეები და არა ძმო ვაფშე ყლეზე ვკიდივარ შენ მაგდან გისწორდება მე იმენა თავი კაცი მგონი თურმე სახში უნდა პროსტა ვერ აგნებს და ძალიან უნდა 2 საათი ვიარეთ და
ძლივს მივედით მე თქვი ტელეფონი შემოუატრიალე, იმიტომ რომ ეძინა რაღაც პონჩი რა, და მე თქვი ტელეფონი გიჩვენოს გონი კაპიტონო არასწორად და რაღაცა და არა და მე თქვი ტელეფონი შემოუატრიალე და რაღაცა და ტელეფონი შემოუატრიალე იქვე ვიდექით ხო მივიდა და რაღაცა და სახში მივედი, ანუ ეს დავტოვე, ჩემი ცოლი დავტოვე, სახში მივედი. მომენტ სახში მივედი, ამ ჩემს მაგას ვეუბნები, მე ვთქვი, სო ზმაო, ჩემ ხარზეც ეძინა. გზაშიც ვიტასავეთ, რაღაცები ველაპარაკე, მე ვთქვი, სო ზმაო, თბილისში ჩავალთ, იმენა ლოვე არის და რაღაცა და თბილისში არ ხარ შეჭება, ვერ გავიგე. პირველია. მოდა კაცი მივაცილე სახში და თავი კაცი მგონია, რომ მე ვთქვი, სახში მივაცილე, ჩემ ხარზე ეძინა. სო მე ვთქვი იმენა ლოვეები ვარ და რაღაცა გათენდა მეორე დღეს შეშმა და ვწერ რა რომ მე ვთქვი დავაი ერთად პახმელიაზე და რაღაც გამოვიდეთ თქო და შენ ზოი როგორი სიდები მომივიდა იცი იმენა შეინდა და ხო არ მინდა და რაღაცეები ანუ მე ბიჭო დამსინა კი არა მე წერა ეგ რომ შეინდა და ხო არ მე პახმელიაზე ვარ და არავის ნახვა მინდა დაქალების გარდა რაღაცაო ახლა გამოკლევდი შეშმა და ეს ყლესავით გავუგიშო ბათუმიდან შეჭერე ვერც კი ვეკუცნავე ის დეს ბიჭო ეს რა ვერც აი ვერ ვიგენი რო ხელი შტორი ფაზე არის და ხელი ანუ ჩახვედი ბათუმში მისთვის ხელი ღამე სახში მიყავდა და მეორე დღეს ნახვიზე გაგიშვა ხო რა და დღეს ჩემი ცოლი აი და ორი შვილის დედა ვინ გავუშვა ნახვიზე ეგეც საკითხავია აქედან მორალი არის რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი რა ოპა არ გაჩერდე ხმა კა საახმა არ გაჩერდე მე ვიწვალე ვიშრო მე ძმაო ეგ ჯეროდეს და მთავარია გჯეროდეს არ ნახე ორივე ხელი რა ორივეა სადღაც ისკრავს არა მთავარია გჯეროდეს არა მთავარია გჯეროდეს მართლა ეგრე იყო რა მე რა აი მღავინით და სავესკი ცირკ shame არხი გამოიწერო თქო უთხარი არხი გამოიწერონ მაინც არა კი აუცილებლად არხი გამოიწერა მე გამოწელი იმას უცხო შენერ ერთ-ერთი პირველი არა მე ოპა ეს ვინ არის შეგულს გავიგუნდა ახლა შენი ძმა როგორ ჯობიან დიდი მადლობა ცოტნეს და დიდი მადლობა Black Dog Bars ღვინის ქარხანაში იმასპინძლა დღეს და ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმო აქაურობა და ესე გმასპინძლობს საჭმელებით, სასმელებით და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა აქაურობისთვის. ძალიან გემრიელი აქვს აი ეს ლუდის მისაყოლებელი სნეიკები. მე ეგეთ რაღაცა ცხოვრებაში არ მიჭამია არასოდეს. აბა როგორ შეჭამი ახლა მონახე? მე შემიძლია შევჭამო ასე რა. აბა იდი 1 2 იდი შემიძლია როგორ შვრება? და იმიტომ რომ მეორედ შევჭამა. ყობახამ რომ ეს მოყვა ისტორია რომ რაღაც თიკო და ყობახა როგორ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგას მე ხო ქორწილი მოყვა რა მაგ ყველაფერს. მე ვიწვალე. ხავი და სხვა ამბავში მოყვები მაგას, მაგრამ ეხლა გამახსენდა 2012 წელი იყო, წავედი ჩემი მაგაც მირეკავს რომ ჩემი დეიდაშვილის ქორწილიაო რა და წამოვყევიო რა და თან აი ახალი დაწყებული მაქვს ფოტოების გადაღება დაყეს და ხო იცი აი ყველა რომ ფოტოებიც გადაიღე და რაღაცები თან გადაიღე აი ჩანგელზე მიდიხარ ტარო გადაიღე სამუშაო დახპატიშეს იასნია ეხლა რა მიდიხარ რომ ფოტოები გადაიღო რა და წავედით რა ახალციხეში და ვართ ატარძლის მხრივ ან მე რა აინტერესებს ეს ყოველთვის ახალციხე ხო არის ხო მერე ეგ უნდა ვთქვა რა მერე უნდა ძველ ციხე რა თქო ძველ ციხე ясно ძმაო აი როგორი ამბავია იცი აი ჯიგრული ახალციხური ქორწილია რა აი როგორ იცი რომ აი ცნობილია არა როგორ არის იცი აი ახალციხური ქორწილი ოჯახში რომ მივაკითხეთ პატარძალს მე მომიწია ბაგაჟნიკში ჯდომა რა საბარგულში მაგარი საბარგულში რომ ხო რაღაც არ ვიცი და აი სიგიჟეში ვარ რა ჯურის წერა ოჯახში მიკითხვა თუპი არ კი არ და ოჯახში მიკითხვა მე მიკითხება თუ როგორ არის მიკითხება კი მიკითხება ძალიან კარტული სიტყვა არის მიკითხება ოჯახში რა კითხავი როგორ არის მოკითხვა
ოჯახში მოკითხვა? ოჯახი? ოჯახში მოკითხვა, ოჯახში მოგითხვა. მიყვარხარ. მე არის ეს რა ქვია, ხო არის ეს ჯურის წერა, მე რაღაც ხელის მოწერა, ყველაფერი რა და აი ნუ ეხლა ამისნაირად არ გავაგრძელებთ და ანუ ეს ხო ის არის რა ქვია, გული. და ეს არის ის რა ქვია. აგური შეჭება. აგური კი არა. ეს გულიაო, შეჭება და აი ეს აგურიაო. ეს პაშინიანია და ეს არის აგურია. აგურები გაგვისმა მე ყველა აგურები რო გაგვისპა. სკენტერი. ეკი რო გაგვისპა, მოც. ბიჭო, მივედით ხო რა რესტორანში. რაბათის ციხეში ხავი? ყველაფერი ასნია თავის ფოტო გადაღებით, ოღონდ ყველაფრით რაღაცები და ის რა ქვია, მივედით იქამდე რა რესტორნამდე რა და ამ რესტორანში ახლა რაღაცები გადავიღე და ანუ როგორი სიტუაცია იცი? რესტორანში რაღაცები გადაიღო. გადაიღე. რესტორანში რაღაცა გადაიღე. საჭმელები გადაიღო, ხო? საჭმელები გადავიღე რა. არა, ისინი რა ქვია. სასველები. თან გოიმია. რესტორანში რაღაცა ის ხო მორჩი რა იმას რა რაღაცა ის ჩემი იმას რომ რაღაც მოვაგვარე რომ ფოტოები გადავიღე რაღაცები და მე მაკრო ის რა დალიე რა და ღვინოს დღემდე იტაკ დალიე არა მაშინ მი სხვა რაღაცას ვამბობ. ირას აბოდიში. იტაკ დალიე. მე ნახე. იტაკ დალიე. ვერ ვსვავ რა ამ ღვინოს რა და თან ეს ღვინო ცოტა რო გავსინჯე იყო აი ძმარი იყო რა აი მართლა ძმარი იყო და ყველას რო შევხედე მაგრას ვავენ რა აი როგორი სმამიდის იცი რომ აი განსხვავებულის და მეფე პატარძალის 4 განსხვავებული დალიეს და რაღაცები და ბიჭო ნეფე ის რა ქვია შენ როგორ ვიფიქრობ ნეფე მაგას რო შევხედე რა ეხლა მე ისეთ სიტუაციაში შევდივარ რომ დამერხევა თქო რა ყველა მთვრალი იქნება და მე ფხიზელი დავრჩები და დამერხევა რა და ყველა თვრება მე ვატყობ რომ ეხლა შენ დავთვრე რა არა უნდა დავთვრე რა იმიტომ რომ შენ სვა არა ვერ სვა ხო და მე ახალ ციხეში different situation ახალ ციხეში ჩავიარეთ თიკო homosexualist და კობა ხავართ ახალ ციხეში რა homosexualist დავიწყე დალევა რა აი დავიწყე ოღონდ აი როგორ იცი ჭიქას რო ბოლომდე ცლი რო აბა აი გეიმო საშინელი აქ ამ ღვინოს მაგრამ უნდა დათვრე რა სხვა გზა არ გაქვს რა და მართლა დავთვერი რა აი ძალიან დავთვერი და ბიჭო ვაფშე არაფერი არ მახსოვს რა ანუ აი რაღაც მომენტში რო აი წაბდა всё რა დაბნელდა თვალებში მაგრა დაბნელდა და დილით ვიღვიძებ როგორ იცი აი ვიღაცასთან სახლში ძირს რა ქვია გაშლილია კობახა არა კობახა დანიშნულდა კობახა მაშინ არ ვიცოდი აი ძირს აი როგორ იცი ხო იცი აი ჯიგრულად ბევრნი რო რჩებიან აი ჩასულები ახალ ციხეში რაღაც ხო გაგიშალეს ხო რა სადღაც მან კუთხეში გვერდზე გაგიშალეს ლეიბლი ხო აი რაღაცა და აი მან დარიკიდე რა რომ ანუ შენ ძმაკაც რო გადახედავ რომ იმან გაიღვიძა თუ არა რომ მეც ავდგე თუ არა ჩაუკრა რომ ავდე თუ ადგავსო რა შენ მაგას გადახედე თუ არა ადგომაზე სხვა რამე ის თუ ადგა ანუ კარგად საქმე ის თუ ადგა რა და ის ჯერ არ ადგა ჩემაც მაკასმა დაასწრო ადგომა რა ხო და მასე ეძახი პედის მასე ეძახი ჩემას მაგასა დაასწრო ადგომა ვიღვიძებ რა და აი ხელს უყურებ, არ მახსოვს რომელი ხელია რა, მე ფოტოში შევხედები რა და არა, მარჯვენა ეგეთია, არა ხო მარჯვენა იქნებოდა. ხო და უყურებ და აი სისხლია რა მთელი ხელი რა. მეთქი ვა რატომ აქ სისხლიანი და რაღაცა და ვიღვიძა ოკეი, კაი, რავი, ეს სისხლიანი რა შეიძლება. ხო, მაგარი სერიოზული ხამე მქონდა. მოკლედ იმას ვშვრები რა, ვარკვევ რომ რატო არა ჩემი ხელი სისხლიანი, ოღონდ გარედან, შიგნიდან არა. წავედით იმას ნამცეცობაზე გვეძახიანო რა. მაგხელი წავედი ნამცეცობაზე. ხო და წავედი და ის არის რა ქვია, მივედი და იქ როგორ ხდებიან, იცი რომ
აი სიცის ბაბუა მოვიდა ჩამეხუტა და შენ რა კაცი ხარ და რაღაცები. ბოდიში იმასაც ხوار ქონდა ხელი სისხლიანი. არა, იმას არა, ხო და? სო აი მაინტერესებდა. სანამ გაგზავნე, ანუ შენ რა ხდება წინა ღამეს საერთოდ არ მახსოვს, არ დაბნელდა. სადღაც დაბნელდა და გათენდა ლეიბზე რა. მოიცა, ანუ ეგ ის თემა ხო? მზე და რაღაცა დედამიწის თემა ხო დაბნელდა. კი, რო გადავიდა ხო? თვარე შევიდა იუპიტერში. პლანეტები ხო? ხო და ანუ სადღაც ვიღაცაც ერთად ცვავდი, შენ დაივიძინეთ, გათიშოლა და იღვიძებს სისხლიანი ხელი და მიდიხარ ბიძასთან. ბიძასთან რა ნამცეცობაზე მივდივარ და იქ ხდება რა, ან ბიძა კი არა, ბაბუა პირველი ვინ შეხვდა რომ შეერო რა კაცი ხარ და ძალიან ისე და ამ აი სისხლი ბოლომდეც კი არ მაქვს რა მოშორებული ამ ხელით არ სისხლიანი ხელით. აი ძალიან ცუდად ვარ რა და კარჩო რა გაიყვა რა ფისტინგის თემა იყო უეჭველი. უეჭველი რა, ანუ უეჭველი არა. არა, უეჭველი არა. არა, უეჭველი არა, დადგენილი არ არის. და მე ჭვიმა წამოვიდა, ოღონ ოქროს. ტუჩი Sorry, come on, it's raining bell. ანუ შენ სისხლიანი ხელი გაქვს, ბაბუას ხელს წართმევ, რომ ამ სისხლიანი ხელი, რომ ანუ ბაბუა გეულება. არა. რა ქვია, ვარ ყო რომ რა მოხდა წინა ღამეს რა. და თურმე რა მოხდა რა, ანუ ძალიან მარტივი ამბავი იყო რა. რომ უდას ტიპი მოდის რომ რაცა აი ისე ვავიკენწლები ახლა ეს. არა. ეგრევე. დავაი. ანუ თუ იღაცა ეხა შევდივარ მაგ იმაში შევდიხარ კაცო, მაგრამ რომ ავიკენწლო რა, არა. თემა იყო ის რომ ტუალეტში ერთად ვიყავითო და რო გამოხდეთ. მე ამ აი როგორი არ მინდა ძმაო შემეშვი რავი ძმაო ვი ამჯობ მე ვინდი რა არ მინდა სექსის ღმერთია რაღაცა კალეგადასემა ჩავიფიქრე თუ რაღაცა ისტორია არ მინდა შემეშვი ერეკლე ბოდიში ძმაო რავი ძმაო ამას ეს არ ჩაჩი სისხლიანი 9 წლედიოდა სისხლიანი ტუალეტი შეჭერა სისხლიანი ბაბუა სისხლიანი ბაბუა მე და შენ ტუალეტში ვიყავითო ვიღაცა ვინეულება? თურმე რომ გამოვდიოდი. არა. დამისადლისი ერთ რაღაც მომენტში რომ ერთად რომ შევედით ტუალეტში. ხო, ბიჭი გეუნება. ბიჭი ხო? ხო, ანუ რა ვიცი, ხო, სისხლია, რა ვიცი, ვაი. ბიჭი ივანიშვილს მოკითხვა კიდევ. კარჩე რომ გამოდიოდი თურმე იქ იყო რა ტიხარი იყო რაღაცა ტუალეტს და მას დარბას რაც ყოფს რა ტიხარი იყო თხარი არა ტიხარი იყო გიფსოთი გაკეთებული რა გაჩუდი ერთი წავი გიფსოთი იყო გაკეთებული და რომ გამოვედი იქ დამინახია რომ ვიღაცამ დაარტყა ამას მუშტი რა და იყო ამომტრეული რა გლორი ჰოული ხო და მეც გამიჭედია რომ ამას ხო მეც ამოვამტრევ თქო თუ რაღაც და ყოველ ტუალეტში შესვლაში და გამოსვლაში ურტყავდი ამას. ხელს? ხო, რომ მეც ამოვამტრევ თქო და ანუ ვერ ამოვამტრია შეჭება. ის ისევ დარჩა თურმე ისევ ვიღაცა და ტუალეტში რატო ვიყავი ერთად ხე? ბაბუასთან ერთად. იმ ტიპთან ერთად ტუალეტში რატო ვიყავი? ეგ შემდეგ გადაცემაში იქნება. ვა. ყოველ ტუალეტში შესვლაზე რომ გამოდიოდ და ამას უყურებდი რომ ვიღაცას ეს გიფსო ამომტრეული ქონდა მუშტით, მეც გიჟივით ურტყავდი აღონ გარშემო. ამ ადგილს კი არა, სხვა მხარის რომ დედა მოუყარეს იყავთ იქაო. ვერ ამოვამტრიებდი. შენ ვერ ამოვამტრიებდი. და ხელი მქონდა, ანუ ბიჭო ისტორიის შინაარს ეგ ხო არა? ანუ დაფეილდა. იფა ვიღაცთან მორალი მაგისი არის რომ რაც არ გამოგივა რა. ბაზარი არა ძმაო, რაც არ გერგება, არ შეგერგებაო. რაც შენი არა, შენი არ იქნება რა. ბაზარი არა, არასდროს. არ შეეჭიდო იმას, რაც არ გეკუთვნის რა. ეგაა მორალი რა. რაც შენი არ არის, ნუ გაატრაკე, ხო? გაუმარჯო. ბიჭო, როდესაც მე ვუნდები მორალი, იპასუხებ შესაბამისად? ორალი. მე შევანდაჟისგან მინდოდა. შევანდაჟის ორალი, თქვენ არ იცით როგორია. სხვანაირია საერთოდ. არა, კი. ანუ არა, თქვენი ორალი. მე არ თქვენი ორალი ვიცი, მაგრამ შევარდაძის ორალი სხვანაირია. ორალი ვიცი. იმაზე მე
ჩემი ისტორია იქნება დალევაზე. ჩემ ცხოვრებაში ყველაზე საშინელ დალევაზე, რაც დამელევია ოდესღაც. ანუ ერთადერთ ხელ ყოფილა ის. ჩემი ისტორია იწყება იქიდან, რომ ეს იყო 13 წლის წინ. 13 რამდენი წლის ხარ მაშინ? 13. მე ვარ, რა ვიცი, რამდენს მომცემ. 25-ის მე. ნე, 25-ის ხარ. კინ ნაკლები. 24-ის. 15-ის. გაუსწორდა. მე რა შევა. ზომებზე გადავიდა. ვართ ხარ რა თემაში? პოკერს თამაშობთ მეგობრები რა? პოკერს თამაშობთ როგორ? სათამაშო და მეგობართან თამაშობთ რა. თბილისია. ტიფლისი. მაშინ ტიფლისი ერქვა, არ ვიცი ხა. ეხლა არ აქვია, არ ვიცი. ხო, ეგრე დაიწყეთ. თბილისში თამაშობთ პოკერს. პოკერს თამაშობთ ტიფლისში. ხო და 20 ლარს დევთ ხოლმე კამანდა რა. 1-6 კაცი იკრებება და სტანდარტი. მაგრა. ასოცირარი. უდი და რა გამომრავლე? მაგ დღეს დავდეთ 50 ლარი. ბიჭო, ვიღაცა დავშოთ მე მოვიგე რა, რა მშობა. არა. იმედია მავანი დამპატიჟებს მავანი. ავანი დაგვაჯებს, დარწმუნებული როგორ დაგვაჯებს. და გადავწყვიტეთ, რომ მოდი სალმე წავიდეთ. რატომაც გადავწყვიტეთ რა, მეგობრებმა ეხლა ჩვენ მეგობრები, ანუ სახელებს არ ვასახელებ. საუბრებს ვარ ამბობთ მე, მაგრამ იხლებ. მე ახალ კოპალიენტის სახელებს არ ვასახელებ, არასოდეს ჩემ. ინახო ეხლა. ხო და წავედით ეხლა ბილიარდის სათამაშო და იყო თბილისის ცენტრალი ეგეთი ზავიდენია რა ვაგზალზე კაცა თორი წოფია ვაგზალზე ხო და ეხლა თამაშობ ბილიარდს რა თან ლუც ვამთ რაღაცა ფული გვაქვს ეხლა დავuliეთ ეხლა შევთვერით და რა ვქნათ ეხლა ახალგაზრდები ვართ რამდენი წლის ვარ იცი დაახლოებით რამდენი 19 19-20 მოგცემ 22 აი 23 ჩემგან. ამის პირიდან რა მოვა ის ბიჭო, გადავწყვეტ ეხლა რომ თვალები ვიყავით, მაგრამ რაღაცა გაგვირთულებინა, ანუ ძალიან მარტივი იყო ყველაფერი რა, ეხლა ძალიან მარტივი რა. ბექა ვარ შეჩემა, ანუ იქაც ბექა ვარ რა. ანუ ესე მარტივად არ გამოვძვრები იქიდან, ანუ ყლე არ ვარ მე რა. ბელა ვინ არის? ბელა არის ტორტები ბიჭო. ბელას ტორტები ძალიან მაგარია ვარ შორის. ეხლა რებრენდინგი გააკეთეს და ძალიან კაი ეკლერები აქვს. ცოტა შემთხვეველი კამანდა ვართ რა, მაინც და მაინც არა. ანუ რა ვიღაცა მთვალი ვიღაცა არა მთვალი და გადავწყვეტით რომ ბილიარდი ვითამაშოთ. რატო? საბილიარდოში ვარ. ხო და ბილიარდს თამაშობთ. რა ვიღაცამ ჩააგდო ბურთი მაგრა ვიღაცამ გადაახტუნა. ბიჭო ეხლა მოგვინდა რომ ბექამ ეხლა ბექა ტყუილა კი არ არის იქ. ბექამ უნდა მოიფიქროს რაღაც ყლეობა რა. და ბექამ ყლეობა მოიფიქრა რომ ბიმი და ბარმენთან. ვა. მე და ბარმენს ეუბნება რომ ძმაო შენ გაგ 3 მცდელობა. მე 3 სიცოცხლე შეშა. ხო და 3 მცდელობა აქვს რომ ბაგრა დავათროთ ხო რა. პირველი დაგვალებინა შტრო. მეთქი შენ ბიჭო ღორ მეღადავენ შტრო დავლიეთ რა. ზუბრი დავა. ხო. მეორე შტრო. მეორე ნახევარი პარი ჩამოიღო. ჩაას ხო? და დაგვალებინა რა. რადიოსი რა. ამის შემდეგ რასაც მესამე დალევის შემდეგ რასაც მოყვები ის ჩემი მონაყოლი არა ანუ ის რაც გამოვიკვლიე და გამოვიძიე როგორც შერლოკ ჰოლმსი ეხლა კარგად ვართ რა უკვე და მესამე და თემა ყველაფერი ჩამოიღო რა ჩამოიღო ყველაფერი რაც ქონდა იქ რაღაცა წინდა გაწურა შეჩემა კალი ჩაასყა უნკანიდან იმიტომ რომ სხვა არაფერი აღარ ქონდა რა ვიცი რა გააკეთა ასე გააკეთა კიდე შეგნიესა ყველაფერი ახსეს გააკეთა აქ ვაკაცო ეს ჩაასყა და დავლიეთ და всё короче მან დაიკარგა ბექა გოჩოლეიშვილი მე პირველად ადამიანი დავკარგე ტაქსში მე დავკარგე გობარი ადამიანი დაკარგა თავში ადამიანი არა ის თვითონ ტაქსის დაკარგე ჩემიო ხო და მეგობართან ერთად ვიჯექი თურმე ტაქსში და მე ის შიგნით დავკარგე რა ანუ ვერ ვიპოვე მაგის გამო გამოვედი ტაქსიდან სად დაკარგე ტაქსში
დიღომში. და რატო ანუ ბიჭო იმ მანქანაში ვერ იპოვე რომ კაცი ვერ ვიპოვე მანქანაში ბიჭო. კაცი რომელია ძღოლი არ ყავდა ვერ ვიპოვე. ვერავინ ვერ მაგიტო იყო ყველაზე მთრალი, მაგიტოა. არა, მომაწოდე წამჭიქა. ხო და მე სახში აღმოჩნდი ბოლოს. რატო აღმოჩნდი სახში, იცი? იმიტომ რომ იქ დაღლილი იყავს. ხო და? იქ აღმოჩნდი და გავიღვიძე. იქ ცხოვრობ. ხო და? ნახე და ტელეფონი მაქვს. დებილი ხარ, ტელეფონი რანაირად უნდა მქონდეს, ასე მთრალ. მაგრამ მაქვს. ხო და რა არ მაქვს ტელეფონში, იცი? ელემენტი. ბიჭო ეს სასაცილო ამბავი არა თქვა მაგიტო მაგრამ მაქვს მეორე ვიცინით არა არ ვიცი მე არ ვიცი არ მორჩა შეჩერდა აი რაც გამომარჯოს მოდი აბა შენ ხო და ამამბით მე მინდა ვთქვა რომ აი ბოულინგი როგორ თამაშა გაცილებით უფრო კარგად ვიქნებოდი ბოულინგის გამომარჯოს ბილიარდის დედამო ბოულინგი Beard. Shame. ისტორია არის უფრო ძველი ვიდრე მამამოქნევით. ეხა ხო არის Red Dead Redemption-ის პიკი რო არის ეხა რა თამაშების რა. მაშინ იყო Lineage-ის პიკი რა. ხასიზე. კი, ანუ ყველა თამაშობდა. ან Counter Strike თამაშობდა Lineage. ვაფშე ყველა თამაშობდა. მე აღმოაჩინე ყველა აი ეს თამაშობდა. არა, რამდენი კაცი თამაშობდა. აი ყველა თამაშობდა მართლა Lineage-ს რა. და მე აღმოაჩინე Lineage-ი და ჩემ უბანში გავაბაზრა Lineage თამაშობთ რა მეთქი რა და ამ Lineage-ი აი როგორი სტრუქტურა ისე შენი კაცი უნდა განავითარო რა რაც შეიძლება ყველაზე მაგარი ტიპი უნდა გაბავ. გამქოლევდი ხა არ ვიცოდი. ხო და მე ეს კაცი შევქმენი და ესეთი რაღაც მე მიგონა მე შევქმენი კაცი ბავშვი რო შენ რა ისიქო ხო ძალიან მაგარი ტიპი შევქმენი რა ხო და ანუ ისეთი კაცი რაღაცა სადღაც გავბაგე რა სისტემა გავბაგე და ისეთი კაცი მყავდა რომელიც აი რაღაცა სერვერზე იყო ნომერ პირველი რა ანუ კარში სკილი მქონდა ეგეთი ერთ ამ სკილს რო დავაჭერდი უნარს რა დავაჭერდი გარშემო ყდებოდა სულ ყველა რა მე ყოლ ძლიერია ხო ანუ რა გავბაგე თემა არ არსებობს ეგეთი ამ Lineage მაგრამ მე ჩემი ჩარი გაიბაგა ჩემი ადამიანი ეს ვინ შევქმენი ეს გაიბაგა და რო ვაჭერდი ამ სკილს ჩემ გარშემო ვიცი რა ყველა ყდებოდა რა ციხეები შეტევებს აი ზუსტად მანდვა ეგ იყო თესლით მაგრამ ციხეს უტევ მანდაი რა ციხეს უტევ გირანის ციხეა ვინც Lineage იცით ლაიქი გირანის ციხეს უტევთ და გირანის ციხეს ვიღებთ აი და სანზონელებით და გირანის ციხეს უტევთ და გირანის ციხე არის როგორ იცი რომ მას პირველად ვიღებთ რა თამაში ვიღებთ ხაჯეთის ციხეა რა აი ყველაზე ძლიერი ციხეა ერთ-ერთი რა და ამ გირანის ციხეს ვიღებთ რა და ანუ მე ვარ როგორ ტიპიც რომ ვიღაცას ერთს რომ მოვნიშნავ გარშემო ვისულაც ყველა ყდება რა ხო ამას ვიღაცას ვნიშნავ სგავ და ყველა ყდება ამ უნარს რო ვიყენებ რა და ბიჭო სიტუაცია გაიჩნდა რომ ვიღაცა მოვნიშნე დავაჭერე ამ სკილს და ვინც ვიღაცა ტიპმა გადაერბინა ჩვენნაირმა მოთამაშეებმა და ისიც მოკვდა რა ანუ მიპრიჩომ რა ტიპი მოკვდა და როგორ მაგინებს იცი ის რომ ჟარო ანუ რატო მომკალიო რა და მაგინებს ხო რა და მაგინებს აი როგორ იცი რომ აი მკვდარ და ცოცხ ყველაფერი მაგინა კაროჩე რა და 15 წლის ბიჭი რო ხარ ხა და ვიღაც გაგინებს და მეც იას მეახინა რომ შენ გაზეგინე რომ დანიშნე არა მეც აქედან ვისაგინებ შენი აქედან მეც არ დავაკელი კაროჩე გინება რა ტიპიკთან მეუნება რა საცხოვროფო რა მეთქი მთაწმინდაზე კაროჩე მოვდივარო რა და დამხვდიო მოვდივარ და დამხვდიო რა როჟა მეუნებ თაწმინდაზე შევხვდის. ხვანდა, ეხლა ნახე, შენ უბანში რომ ვიღაცას წელს რო გინიშნა. ნო, აი, ასთავა. კოსტანიუშა. აი მენა. და მე სალ შევხვდეთ და ვინიუსის ბაღში მე კონიკოლიორის გადაღმა. არის პატარა სკვერია. პატარა სკვერია, ვინიუს გალაქტიონი და მიხვედით 100-იანი. არა, მე ჩემი შენ გალაქტიონი 100-იანი მიხვედით. 1 2 3 4 ძმანი და ჩემი 4 ძმაკაცი რა. მივდივართ რა ვინიუსის პარკში. ტიპა ამოვალო, თან ანუ ამოვდივარო რა იმენა იმით მერსედესით ამოვალო რა და მახსოვს მანქანითო ვიცი დაფტები არა მერსედესითო ამოვალო მანქანითო რა
თქვენ თუ ტრაკი განახოთ ბოზიშვილი. ხა რა და მე ვთქვი ან ხო ხდება აი ვინ მოდის აი შენ უბანში რო ტიპი მოდის სად მოდის და აი აქედან გადავდივართ როგორი ამაყები გადავდივართ იცი რომ აი ამას რას 12 საათია თან და ვინ არის ბიჭო მეთქი და შენ უბანში მოდის თან და გებლატავება აქეთ დაიწყო ბაზარი აქეთ გაგინა თან და რას ქვია მეთქი რა და აი როგორ დუხსევთ ისე მაგმანქანას დაულეწავთ ის მერსედესის ფარმოდი ფარები დაულეწოთ და ისე სარკეებს იმენა დაუტეხავთ უეჭველი რაღაცა. მერე მერსედესით. არა. პროსტა მერსედესი რა და ვილნიუსის ბაღთან რომ მივედით, დავამუღამეთ რომ მერსედესის უკან ასენია ჩაბურული მანქანა. რა მანქანა აი ასნე ხა არ მახსოვს რა, რაღაც მანქანა აყენია და ჩაბურულია და ეს მახედა გიგეს? ხო, ეს იყო იმენა ცვეჩი და მანქანიდან გადმოდის ორი ტიპი. 3? 2. ორი გადმოდის. ერთი არათი აქვს მაღლა წეული და მეორეს დაწეული. მეორე ის მეორე დაწეული მორელია. ეს აწეული მორელია. მეორე მაგარი ხალეა წესი. არჩე თანამშრომლები ვართო და არ გაინძრეთო რა. მერე? სიცალით. თანამშრომლები ვართ არ გაინძრეთო და პატარა ბავშვები ვდგავართ. თუმცა ხელი აუწიათ უყვევამ რა ანუ და ტიპები მოდიან და ან შხეკას იწყებენ რა და ჩაინც მაგაც ერთი გაჩხრიკეს დანაქონდა შემოარტყეს მაგარი და ეს რა არისო რა და გაიქცა რა ის ჩემი ერთ მაგას და მეორე გაყვა. ხო და შემართო შესაძლოა. არა მეორე გაყვა მესამე გაყვა და ბიჭო რო გადავხედე გვერდზე ვდგავარ მე და ჩემი ძმაკაცი ვდგავართ რა და რომ მივხვდი რომ მე რო ეხა გავიქცე მეთქი და ის რო დაუტოვო ანუ იმენა მოგწლავენ რა. მან უცებ პატარა ისტორიას ჩავატენი რა, ანუ ძალიან გაქცევაზე გამახსენ და ის იყო რა ქვია ბიჭო. ერთხელ იყო დაგვეჯარიმეს რაზეცი ავტობუსის ბილეთებზე რა, ის ხო თავის დროზე რო დასდევდნენ, ის იყო რა ქვია. ჩავედით და ანუ ორ კაცს გადახდილი ქონდა, ერთს არ ქონდა გადახდილი. რო ჩავედით რა, ეს გაიქცა, გაქცევაზე გამახსენდა რა, ის დახვდა რა, კონტროლიორი რა. ის რა ქვია, ნუ გაჯარიმებთო, რომ ამას არა აქვს გადახდილიო და ეს გაიქცა, ვისაც გადახდილი არ ქონდა და დაურჩით ორი კაცი, ვისაც გადახდილი ქონდა. და ჩვენ დაგვაჯარიმეს. იმის გამო თქვენ გაჯარიმეთ. მეთქი თქვენ სიყვარე. არის ბიზნესი ისტორია. ბოდიში. ხა და მე ვიყავი რომ რო გადავხედი ამას აზრი არა აქვს მეთქი რა გავიქცა და რაღაცას გვიარ ქონდა. ნიკა რომელი ხართო? შენ იყავი? ხო გადო. ეს გავართ რა ეს შეიძლება იმას მიკა არ ქვია. ეს გადავხედე და ეს ნიკა არა და ხელს ვესვი აიწევ ხო იცი რა მეთქი მე ვარ მეთქი რა დინა მე ვარ მეთქი რა და მოვიდა იარაღით მაგის მაგრამ ცემა რა ვიზე კონდაქტი. მე რატომ მე შეიმება იცი ისტორია იმიტომ რომ რის გამო მივიდა ეგ ისტორია ლაინეჯის გამო კარჩე მენტებმა მცემეს რა ჩამეჭუკემეს. ოკე მაგრა მაგაზე ეცი. ხო და ბექა ერქვა რა ამ როჟას რა ოპა! არა ხვა არა ბექა ერქვა მართლა ბაქი არის. ბასტო ბექა ერქვა არა ბოგმა იყო მაგის ნიკი რა ხო და მე როგორც გავიგე ბოგმა. ბოგმა. ბექა ბოგმა რა ბექა ბოგმა დვა. ხო და მე მინდა რომ აქედან ბექას მოვიკითხავ აქედან რა ბექა ჩვენ გვახსოვს ყველაფერი მე დავუდგე. ჯიგარი ხარ მაგარი წარე ხელი გაკ. მაგარი წარე ხელი გაქვს მართლა ის იარაღიც არა ის კონდახი საჭირო არ იყო რა ანუ არ იყო გამოსაყენებელი ის კონდახი რა აკეთო გეუბნები დამისგეთ ეჯება. ხო და იმაზე ჩხვარები ვიხართ. იმას გაუმარჯოს რაც გვახსოვს ყოველთვის Shame. მადლობა მეგობრებო. იმედივად მოგეწონათ ეს საშეიმო ისტორიები, რომელიც მოვკრებით. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა Black Dog Bars, რომელიც არის ღვინის ქარხანის ტერიტორიაზე. ბატონო სად არის? ღვინის ქარხანის ტერიტორიაზე აუ არ იცოდი. მელიკიშვილის ერთი დიდი მადლობა მასმეზე არა მარტო Black Dog-ი კიდე სოლოქში. ბევრია მადლობა კიდევ ერთხელ და შევხვდებით უახლეს მომავალში. გაკოცებთ კოლეგებო.